ხანაში ზოგი ასო ნიშანი იძენს ახალ მნიშვნელობას. ეს შეეხება მთელ რიგ ასო ნიშნებს, მაგრამ ჩვენ შევჩერდებით ერთ ასო ნიშანზე, კერძოდ ქანზე. საქმე ის არის, რომ ქანის რიცხვითი მნიშვნელობა წარმართულ ხანაში არის რიცხვი რიგითი სათვალავით 24, მერე ანბანური სათვალავით 600, მერე თანამიმდევრული სათვალავით 300 და აი ასო ნიშანი ქანი, რომელიც წარმართულ ხანაში ქვეყნის სიმბოლო იყო, საქართველოს სახელმწიფოს სახელის ქართლი, ყოველი ქართლი, მაშინ ტერმინი საქართველო არ არსებობდა, ამდენად იძენს ასო ნიშანი ქანი მეორეულ ქრისტიანულ მნიშვნელობას. ეს არის ქრისტე ღმერთი 24 ასო ნიშანი. 24 ასო ნიშანი ქართული ანბანისა ჯვარი, ესე იგი ქრისტეს მხოლო ასოიანი, ანუ სამთავრობო დაქარაგმება და 24 ანბანის 24-ის შემდეგ მოდის 25 ასო ნიშანი ღანი, რომელსაც წარმართულ ხანაში ღმერთის მნიშვნელობა ჰქონდა წარმართული ღმერთისა, ხოლო ქანის მომდენო ქართული ანბანის 25 ასო ნიშანი ღმერთი, ესე იგი ეს ორი ასო ნიშანი გაგებული იქნა როგორც ქრისტე ღმერთი. ამავე დროს ქრისტიანობის უდიდესი სიმბოლოა ჯვარი და მისი წარმართული მნიშვნელობა ქვეყანა თითქმის მოიშალა და მან მიიღო ქრისტე ან იესო ქრისტეს მნიშვნელობა. ესე იგი თუ წარმართულ ხანაში ჯვარს ჰქონდა ქვეყნის მნიშვნელობა, ქრისტიანულ ხანაში მან მიიღო ქრისტე ღმერთის მნიშვნელობა. მაგრამ საქმე ის არის, ახლა ჩვენ ქანზე იმიტომ შევჩერდებით, რომ ეს დიდ როლს თამაშობს ქრისტიანულ წელთაღრიცხვაში. საქმე ის არის, რომ მისი თანამიმდევრული რიცხვი მნიშვნელობა არის 300 და ქრისტიანული წელთაღრიცხვა შემოღებული იქნა ახალი წელთაღრიცხვის 300 წელს, ესე იგი ჯვარის რიცხვი მნიშვნელობა და 302 წელს დასრულდა. ხოლო მაგალითად ცხეთის ჯვრის ტაძარზე 600 წელი აღენიშნება ქანის ანბანური სათვალავის მეშვეობით. ესე იგი თუ ჩვენ გვინდა წავიკითხოთ ჯვრის ტაძრის წარწერები, იქ ძალიან დიდ მნიშვნელობას ენიჭება ასო ქანს, რაკინ მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 300 და 600. ამას გარდა საქმე ის არის, ეს ცოტა რთული ასო ნიშანია. რატომ? იმიტომ რომ ქანი იკითხება ზოგჯერ მხოლოდ როგორც ქრისტე, მაგრამ ზოგჯერ იკითხება როგორც ინისა და ქანის თხზული დაწერილობა. ესე იგი ინი იწერება აი ასე, ინი და ქანი თავისთავად ასე. ესე იგი ეს ჯვარი თავისი დაწერილობით აცხადებს ქრისტეს, იესო ქრისტეს სახელდებას. ესე იგი იესო და ქრისტე. აი მაგალითად ბოლნისის დავით ეპისკოპოსის წარწერაში სწორედ ქანი არის, ესე იგი დასმული პირველ ასო ნიშნად და იკითხება როგორც იესო ქრისტე. ამავე დროს იესო ქრისტე ნიშნავს ქრისტიანული წელთაღრიცხვის სათვალოს. ი არის 10, ქანი არის 24 და აი მაგალითად იგივე დავით ეპისკოპოსის ბოლნისის წარწერაში მითითებულია ქრისტეს შობის, ქრისტე იყო 34 წლის ინისა და ქანის ჯამი
I10, ქანი 24, 34-ია და ქრისტე ჯვარს აცრეს, როცა იყო იგი 34 წლისა. ესე იგი, აი ასეთი სირთულეებია, რომელიც უსათროდ გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამიტომაც ვერ ვკითხულობთ მე-9 საუკუნემდე, ახალი წელი მე-9 საუკუნემდე ქართულ ბრწყინვალე წარწერებს, ეს ბოლნისის წარწერები იქნება თუ ეს იერუსალიმის, ბეთლემის წარწერა იქნება თუ ასე შემდეგ თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ უკვე ქართული ანბანის ასონიშნების ქრისტიანული სიმბოლიკა. ამის ერთ-ერთი ნიმუშად მოვიყვანოთ ჩვენ მაგალითად საქართველოს დროშა, სახელმწიფო დროშა, რომელიც ქართულ წარწერებში პირდაპირ მითითებულია, რომ ეს გორგასლიანი დროშა შეიქმნა ახალი წელთაღრიცხვის 450 წლების პერიოდში. ესე იგი 10 წლის მითითებულია 10 წლიანი ჟამეული, როდესაც შეიქმნა აი ეს საქართველოს სახელმწიფო დროშა. აი ამ დროშაზე ასახულია სწორედ ქანის როგორც წარმართული, ისე ქრისტიანული ნიშნულობა. საქმე ის არის, რომ ჯვარი 24 ასონიშანი ქართული ანბანისა იკითხება უკვე როგორც ქრისტეს ჯვარი, ანუ ჯვარი პატიოსანი. ეს არის ის ჯვარი, რომელზედაც ქრისტე ჯვარს აცლეს. ამიტომ, როდესაც მცხეთის მთაზე აღიმართა ქრისტეს ჯვარი, საქართველო გაქრისტიანდა, ესე იგი ქრისტეს ჯვრის აღმართით საქართველო ქრისტიანული ქვეყანა გახდა. ეს მოხდა 326 წელს და ეს ქართულ წარწერებში ყველგან აღნიშნულია მე-4 საუკუნიდან, ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნიდან ყველგან წერია, რომ საქართველო გაქრისტიანდა ქრისტეს ჯვრის აღმართვით მცხეთის მთაზე და რამდენი დავა იყო იმის შესახებ, თუ როდის გაქრისტიანდა საქართველო. ესე იგი ჩვენ ახლა აი მოკლედ თქვათ ამ ქართული დროშის შესახებ. მისი შემოღების თარიღი ცნობილია, მაგრამ ასე იკითხება ქრისტეს ჯვრის, ესე იგი ქანს ქრისტეს ჯვრის მნიშვნელობა აქვს. ანუ ჯვარი პატიოსნისა და ქრისტე ღმრთის ქვეყანა, ეს უკვე ქვეყანა ჯვარი უკვე წარმართული ის არის. ქვეყანა ყოვლისა ქართლისა. ესე იგი გასაგებია. ქანი იკითხება როგორც ქრისტეს ჯვარი, როგორც ქრისტე ღმერთი, როგორც ქვეყანა და როგორც საქართველო. ამდენად ცხადია, რომ 4 წაკითხვა აქვს ამ ჯვარს, ეს არის ქრისტეს ჯვრისა და ქრისტე ღმრთის ქვეყანა ყოვლისა ქართლისა ნიშნავს ყოველი ქართლის 4 ქვეყანა საკუთრივ ქართლი, ეს ჩრდილოი ქვეყანა, სამხრეთი ქვეყანა ქართლისა, ეს არის ტაო-კლარჯეთი, აღმოსავლეთის ქვეყანა ყოვლისა ქართლისა არის კახეთ-ჰერეთი და დასავლეთი ქვეყანა ყოვლისა ქართლისა არის ეგრის აფხაზეთი. ანუ ქრისტეს ჯვრისა და ქრისტე ღმრთის ქვეყანა ყოვლისა ქართლისა, საკუთრივ ქართლისა, კახეთ-ჰერეთისა, ეგრის აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთისა და ეს ქართლი გულისხმობს ერთიან საქართველოს, ანუ ეს არის ერთიანი საქართველოს 4 კუთხე და ამავე დროს აი ამ ერთიან საქართველოს
ის გამოთქვა მხოლოდ ქართულია 4 კუთხი ჯვარი სტერია.